გავედით პირდაპირ ეთერში მე და ამირანიუსი. ხელი დაუქნია ყველას. დაველოდოთ რომ ვინმე შემოვიდეს? მოკლედ ჩვენ ჩამოგვივიდა შეკვეთა. ბევრი ლოდინის შემდეგ, იმიტომ რომ ამირანს ჰქონდა ტელეფონი ხელში, კურიერმა დარეკა 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, დედას არ მისცა ტელეფონი და დედას ხო რა უთხარი გამოვდი, დედას მოუწია საქართველოს პოსტაში მისვლა და ამანათის თავისი ხელით მოტანა. აი ჩვენი ამანათი, ვაჩვენოთ ყუთი. აი ჩვენი ამანათი. ამირანი ჩანს, ხო ჩანს კი? მას უნდა ძალიან გამოჩენა. ხოდა ახლა გავხსნით ჩვენს ამანათს. ვაჩვენოთ. ხალხს თუ რა ჩამოგვივიდა ჩვენ, ხო? ხო. ოღონდ შენ უნდა უთხრა რა არის, კარგი? ხო რა. შენ უნდა გააცნო ხალხს პროდუქცია. მიულოცე დამდეგი ახალი წერი, ეს ყველაფერი. აი გავხსნით. ო, აქ რა არის? შევახედოთ ხალხს, რა არის? წერილია ახლა. წერილია? აბა, მოიღე და წერილია, აბა. წერილია, ხრეხელია. დარბია. კბილის რა, კბილის ჭაგრისის რა? რა, კბილი? აკეთე მოგივიდა რომ წახვედი? შენ რა ჩამხარ კარგად? დედა, დედა, ეს მოიტანა და აქედა წავხვედი? აი, ეს არის რა? უთხარი რა არის ეს? კბილის? ჭაგრის. არა, კბილის? კბილის პასტა. კბილის პასტა, ხო? აქედა დედა, კიდე ხო ეს დედა. ხო. აბაზანაში ალო კიდე ესეთი? კი, ესეთი ალო კიდე გვაქვს აბაზანაში, ეს ვიყიდეთ ახალი, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ეს წარი არა, ხო? არა, დიდი მოთხოვნით სარგებლობს ეს კბილის პასტა და თავი გავიხსნით. იმიტომ რომ ძალიან მშვედის ბევრ რამეზე. დედა, დიდებია. რაზე? აბა ეს კბილის პასტა რაში გვეხმარება ჩვენ? გვეხმარება რომ ყელი აქტიოდეს ამირანს. პირში რომ ჭიაყელები და პარაზიტები რომ მოუკლას იმაში გვეხმარება. სტომატიტი რომ არ გაუჩნდეს იმაში გვეხმარება და სხვათა შორის ამირანს შემოეპარა ერთი თვის უკან ვირუსი და პირში გაუჩნდა ნადები და სწორედ მხოლოდ ამ კბილის პასტით მოვიშორეთ, ხო? ამ კბილის პასტის დახმარებით მოვიშორეთ. ხო ესეა? ხო. ხო და ახლა როგორი სუნი გაქვს პირში? ლობიანი. ლობიანი სუნია, კიდევ ლობიანი ჭამა. ამით როცა იხეხა, როგორი სუნი გაქვს პირში? კარგი, ხო? ხო, კარგი. კარგი სუნი აქვს ამირანს პირში ყოველთვის, ხო? დედა. დედა. მე დიდებია ეს რა არის? აბა რა უთხრათ, რა არის ეს? უთხარით, აბა? ეს არის ნიოკონდარი. ნიოკონდარი. ისთვის არის ნიოკონდარი? აბა უთხარი ყველას. რას შვება ნიოკონდარი ჩვენს მუცელში? ჭიაყელებს აჩვენებს და თევზებს. და ჭიაყელებს კლავს და თევზებს? თევზებს საჭმელს? აჭმევს. საჭმელს აჭმევს, ხო? პარაზიტებს გვაშორებს, ხო? დედა, ეს ნახესა დიდებია. ვირუსების გამოიცავს, კი ერთი წუთი. დიდებია. იმუნიტეტს გვიმაღლებს. კიდე რა შვება? ნიოკონდარი. როგორი ფერისაა ნიოკონდარი? ლურჯი ფერისა. ვაჩვენოთ ნიოკონდარი? დაიკავე ერთი წუთი შენ, აბა ვაჩვენე. არა, მაგ გახსნილი არ არის. აი, გახსნილი ვაჩვენოთ, გახსნილი გვითავდება. და აი, როგორი კეკლებია საყვარელი. ამირანს ძალიან უყვარს. და არა მარტო ამირანს, ხო ჩააგდე. ხო, ჩააგდე ამაში. ჩააგდე, ხო. ხო ძალიან დილით უკვე, всё, მეტი არ შეიძლება. გამოსწავლეთ კიდე ერთი. ხო. ხო, კიდე რა გვაქვს აბა? ეს რა არის რომ იცოდეთ? ეს არის ამირან მარიცის ეს რა არის? ეს არის მინერალების ნაკრები. ხო, მინერალების ნაკრები. ამაში არის 10 სახის მინერალი. ხო, რკინის მინერალებია. ეს არის. მე რა გაჩვენოთ ხო რა არის? ამაში შედის კალციუმი, D ვიტამინი, მაგნეზიუმი, თუთია, სპილენძი, სელენიუმი, რკინა, მოლიბდენი, მოკლედ მინერალების არაჩვეულებრივი კომპლექსია. ხა რა შვება ეს? ერთი წუთი უნდა ვუთხარ რა შვება, ხო? ერთი წუთი ვეთქვი, მანამდე შენ ის დაათვალიერებდი. ეს მინერალების კომპლექსი
საკუთარი გამოცდილების გეტყვით რას აკეთებს. კალციის დეფიციტს, რკინის დეფიციტს ავსებს ორგანიზმში. თუ მაგალითად გაწუხებთ დაღლილობა, აი ამ დაღლილობას ხსნის, ქვედა კიდურების ტკივილი თუ გაწუხებთ, ჩემ შემთხვევაში მე მქონდა ქვედა კიდურების ტკივილი, ძალიან მაწუხებდა. ამის გამოწვევის სამიზეზია და რომ რომ შემსუბუქებულიყო ჩემი მდგომარეობა, აი ამ მინერალებმა, ნატურმინის მინერალებმა მომიხსნა ეს დისკომფორტი, აი ადრე ხო დაგიბანიათ თავი აბაზანაში მარტო ესე გადაგიწევიათ თავი და დაგიბანიათ, აი ამასაც კი ვეღარ ვაკეთებდი. ხო. ამასაც კი ვეღარ ვაკეთებდი და პლუს ჰორმონალური აბალანსებს ჰორმონებს ორგანიზმში, თუ მაგალითად შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, აი ამ შეშუპებას ხსნის, ანუ ზედმეტ წყალს ანეიტრალებს წყლის რაოდენობას ორგანიზმში და კიდე ძალიან კარგად იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე. იმიტომ შედიშით მაგნიუმი, ფიგლიცინატი და ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ერთი სიტყვით ძალიან კარგია მენოპაუზის პერიოდში, რათა კალციუმისგან, ოსტეოპოროზისგან, ანუ ძვლის სიმტკიცის შესანარჩუნებლად ძალიან კარგია მენოპაუზის პერიოდში, იმიტომ რომ მენოპაუზის პერიოდში ქალებმა სისტემატურად უნდა მიიღონ მინერალები და კალციუმი. შეგიძლიათ კალციუმი, კალციუმი, თქვათ ერთი დაღლება დალიოთ კალციუმი, მერე ჩაანაცვლოთ ნატურმინი და ესე ჩაანაცვლოთ ერთი მეორეში და ორგანიზმში მინერალების ნაკლებობა აღარ გექნება. კიდე რას აკეთებს? თვლის ცვენას აჩერებს, ფრჩხილებს ამაგრებს და ასევე კანს ასუფთავებს. კანისთვის, ფრჩხილისთვის და თმისთვის არის იდეალური საკვები დანამატი. შით არის 180 ცალი. ხო. კარგი, ეხლა ვაჩვენოთ მოდი 180 ცალი. ხო. ეს თუ გიყვარს თუ ეს? ვაჩვენოთ მე, მიყვარს აი ეს, მე მიყვარს ეს. ეს უყვარს ვის? ბავშვებს. ეს მიყვარს ყველაზე მეტად. ო, ბავშვებს უყვარს აი ეს. ეს არის კიცი, ვიტამინების ნაკლები. ამას აქვს ის რა ქვია, ყურძნის გემო, ჩასაწუწნი. მე მიყვარს ყურძნის. უბრალოდ ამას ეხლა ვერ გავხსნით, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ გეკუთვნის, ეს ეკუთვნის ჩემს დიშვილს და უნდა წავიდეს ჩემს დიშვილთან. შით არის ასოციაბი. შეხედეთ, ეხლა დალუქულია და ვერ გავხსნი ამიდან. ხო, არა, ვერ გავხსნით ამას. და შით არის ყველანაირი ხილის ბოსტნეული დაპრესილი სახით. ანუ ხილი და ბოსტნეული არის დაპრესილი და არ არის რაიმე მინანქარში ამოვლებული, არის ჩასაწუწნი აბები და ძალიან უყვართ ბავშვებს. და ძალიან ხელმისაწვდომ ფასშია, თუ გაინტერესებთ, მე ლინკს დავდებ ონლაინ მაღაზიაში, შეგიძლიათ შეხვიდეთ შით და ნახოთ თუ რა ღირს. აი ეს საბავშვო ვიტამინები. ხილის და ბოსტნეულის ნაკლები. მეტი არაფერი არა შით, ხო, მართლა ბეჯგუფის ვიტამინებითა, ძალიან მდიდარი B6, B12 შედის შით, C ვიტამინი შედის, ერთი წუთი წავუკითხოთ D ვიტამინია შით, ნიაცინი, ბიოტინი, ცინკი, რა ქვია, თუთია, რკინა, რკინის მინერალებია შით, ერთი ძალიან მდიდარი ვიტამინებია და ძალიან ხელმისაწვდომ ფასში. ხო. ხო და ეხლა ჩვენი მთავარი გმირები, რითაც კომპანია Forever Living Products ასე ამაყობს და რა არის ესენი? ალოები. ხო და აი კიდე ალოე ამირანის საყვარელი, ხო? ხო, ამირანის საყვარელი. ხო, ესა ამირანის საყვარელი ალო. ბებიასი, ხო? ხო, ესაა ბებიასი, ხო, უკვე მესამე გადის. არა. ეს არის მეორე დეიდასი. შენია? და ნანა დეიდასია. ეს არის დეიდასი, მოკლედ
ეს დასაკეთებს ახლა ალოე ჩვენს ორგანიზმში პირველ თვეს წმენს მსუბუქად წვენს ამ ტოქსინებისგან განთავისუფლებს, მეორე თვეს უკვე იწყებს ჩვენი ორგანიზმის მომარაგებას საკვები ნივთიერებებით და მესამე თვეს უჯრედულ დონეზე კვებავს ჩვენ ორგანიზმს, ანუ ჩვენი ორგანიზმი განიცდის სამწუხაროდ მინერალების, ვიტამინების და ბევრი რამის დეფიციტს და აი ამ ყველაფერს ავსებს ალოე ვერა. შეგიძლიათ აი ამ ალოე ვერათი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად თქვენი ორგანიზმი გაამდიდროთ ყველაფრით, რაც ჩვენს ორგანიზმს ჭირდება. ხო? ხო. ეხლა დედიკოს შემთხვევაში, დედიკოს ჰქონდა კუჭნაწლავის პრობლემები საკმაოდ დიდი ხანია. კუჭნაწლავი აწუხებს და მის კომენტარს ვიტყვი ახლა რა კომენტარი გააკეთა ხო კუჭის ქვემო სიმძიმე რომელიც აწუხებდა ეს მოეხსნა კოლიტი მოუგვარა კოლიტის მოკეთ შეკრულობა მოუგვარა და მუცლის ქუში გრძნობს სიმსუბუქეს მოკლედ დროის ფაქტორია ბევრი მოლოდინი გვაქვს კიდე წინ ხო და აი ეს მეორე ალოე ისიც უკვე მესამე ბოძს დეიდა და მან რამოდენიმე წელს უკან დაამარცხა სიმსივნე უკვე რემისიაშია მისი სიმსივნე წასული მაგრამ იკეთებდა ქიმიას და ქიმიამ გაუგრძიანა კუჭნაწლავი კუჭი და თვითონაც ძალიან კმაყოფილია და უკვე აი მესამე ბოძს ღებულობს რითია კმაყოფილი შეუმსუბუქა იმასაც შებედილობა აღარ აწუხებს კუჭნაწლავის გაღიზიანება გულის წვა გულძმარვა ესეც მოუგვარა და ღებულობდა ნექსიუმს ყოველ დღე ანუ იგივე ომეპრაზოლს და გადავიდა უკვე ყოველ მეორე დღეზე და უკვე ფიქრობს რომ საერთოდ ამოიღოს მისი რაციონიდან ნექსიუმი ერთი სიტყვით კუჭნაწლავის პრობლემები თუ გაწუხებთ ეს არის პირველი კუჭნაწლავს და მერე სხვა დანარჩენზე საწახვედი ამირა აი ეს იყო ჩვენი შეკვეთა მხოლოდ ამ ეტაპზე ხო დაემშვიდობე აბა მოდი ხალხ დაემშვიდობე მოდი დაემშვიდობე და რა უნდა უსურვო ყველას მოდი რა უნდა უსურვო ყველას ჯანმრთელობა უნდა უსურვო ყველას კარგად იყავით კარგად იყავით